ქართული ოცნების მიერ აგორებულ ახალ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროპელი პოლიტიკოსები უკვე პასუხობენ და პირველებთან ინტერვიუში გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი სერგეი ლაგოდინსკი პირდაპირ ამბობს და ეუბნება ქართულ ოცნებას, რომ ევროკავშირი საქართველოს ვერ დაელოდება ქართულ ოცნებას, როდის გადაწყვეტენ ისინი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირი გაფართოვდება 2030 წელს, ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა ევროკავშირში მოხვდებიან და გაწევრიანდებიან ის ქვეყნები, რომელთა მთავრობებსაც სურთ მათი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას. ქართულმა ოცნებამ ახალი კამპანია აგორა ახლა ევროკავშირის წინააღმდეგ, თითქოს არა ირაკლი კობახიძემ, არამედ 5 თვით ადრე, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა განცხადებას, რომ 2028 წლამდე აჩერებდნენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას და მოლაპარაკების გახსნის პროცესს, თითქოს 5 თვით ადრე ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ევროინტეგრაცია. ქართული ოცნება პროპაგანდისტული მათივე არხების მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა სინამდვილე არის ის, რომ 2024 წელს ივნისის ბოლოს ევროკავშირმა დროებით შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ვიდრე ასე ვთქვათ, ქართული ოცნება არ დააკმაყოფილებდა პირობებს, არ გაიწოვდა რუსულ კანონს, რისი დაკმაყოფილების შემდეგაც ევროკავშირი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ქართულმა ოცნებამ ეს პირობები არ შეასრულა, შესაბამისად ახლა ცდილობენ, რომ ისრები სწორედ ევროკავშირისკენ გადაიტანონ. სერგეი ლაგოდინსკი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირს სამართლებელი არაფერი აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და ახლა საპირისპირო ევროკავშირს არ უნდა გადააბრალონ. I think this is one of the strategies is to get us tired. ფიქრობ ეს ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომ თავდაცვით დავიღალოთ. არ ვფიქრობ, რომ თავის დაცვა გვჭირდება. მახსოვს, როგორ ვცდილობდით ევროპარლამენტარები, რომ საქართველოს სამ ქვეყანას შორის მოხვედრილიყო, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. როგორი ენთუზიაზისტები ვიყავით მიუხედავად კრიტიკისა. ამიტომ თავს არ დავიცავთ, რადგან ეს არ გვჭირდება. ამ მთავრობამ მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება. მათ არ სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია და აგრძელებენ ევროკავშირის დისკრედიტაციას. ჩვენ შეიძლება ვიყოთ დიპლომატიურები, მაგრამ არ ვართ სულელები. შეიძლება ყოველთვის არ ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ დიპლომატიის გამო, მაგრამ გვესმის რაც ხდება. მსოფლიო ამ მართლ პარტიას ვერ დაელოდება, როდის გადაწყვეტენ და როდის მოუნდებათ ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირი არ დაგელოდებათ, არც კანდიდატები დაგელოდებიან. 2030-ში დიდი გაფართოება იქნება. ქვეყნები, რომლის მთავრობებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, გაწევრიანდებიან. თქვენი ქვეყნის სამომავლო ტრაექტორიისთვის ეს იყო გარდამტეხი მომენტი და ეს მომენტი თქვენმა მმართველებმა შეცვალეს და არა ევროკავშირმა. And this turning point was turned by your rulers. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მათივე არხის მეშვეობით, პროპაგანდისტული არხის მეშვეობით გაავრცელა და გაასაჯაროვა პაվել ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის წერილი, რომელსაც ის უგზავნიდა 5 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და სადაც ჰერჩინსკი ამბობდა იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა 2024 წლის 27 ივნისს შეაჩერა. ეს იყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ წერილში ასევე ის ნათქვამი, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო კონკრეტული პირობებით, შეჩერდა, დაპაუზდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და პირობების შესრულების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. ახლა ქართული ოცნება ამ წერილს იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, რომ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან, რომ ევროინტეგრაცია შეაჩერა საქართველოს ევროკავშირმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშალს ამის ახსნა აქვს. ის წლების განმავლობაში ქართული ოცნების რიგებში ირიცხებოდა და კარგად იცის, როგორ მუშაობს ქართული ოცნების პროპაგანდა და თინა ხიდაშელი ამბობს, რომ როგორც ჩანს ქართულმა ოცნებამ ჩაატარა, ასე ვთქვათ, შიდა კვლევა, კვლევის შედეგები არც ისე სასიამოვნო იყო მათთვის და თავად ქართული ოცნების ამომრჩეველიც სვამს კითხვებს, რატომ არის ასე გაუარესებულ მდგომარეობაში საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები, რის შემდეგაც საჯაროდ გამოაგდეს პაվել ჰერჩინსკის წერილი, რომლითაც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირმა გააჩერა და დააპაუზა საქართველოს ევროინტეგრაცია. თავად განცხადებაზე ერთადერთი სიტყვა უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი, ყოველგვარი მაგრამის დათქმის და ყველაფრის გარეშე. აბსურდი და ტყუილი. მიზეზი რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება? არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ დღეს ჩათვალეს საჭირო
ამ ტიპის პროპაგანდის ახალი ტალღის აგორება, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა კვლევა ჩაატარეს, რაღაცა კონკრეტული მონაცემები აქვს, რომელიც უდასტურებთ, რომ ქართული ხალხის უდიდეს უმრავლესობას მათი ამომრჩევლის უმრავლესობის ჩათვლით აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ ირაკლი კობახიძემ შეაჩერა საქართველოს სულა ევროკავშირისგან. ამიტომ ეხლა გადაწყვიტეს, რომ აი ამ აბსურდით უნდა ახალი ხაზი გააჩინონ პროპაგანდაში, რომ თავის ამომრჩეველს მაინც შეუცვალონ განწყობა და დაარწმუნონ, რომ სინამდვილეში ირაკლი კობახიძე არაფერ შუაში არ არის, აგერ 5 თვით ადრე თურმე ევროკავშირს გაუჩერებია. ევროკავშირის პასუხი ქართული ოცნებისთვის არის ძალიან მკაფიო, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დაიჭიროს წამი, უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რაც არის 2030 წელს რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსებიც ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ისტორიული შანსი არ გამოიყენა და არ ასე ვთქვათ, დაჰყვა ქართული ხალხის ნებას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, ისინი ამ ყველაფერს საკუთარი მიზნების იყენებენ, თუმცა ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას ეუბნებიან, რომ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს ქართულმა ოცნებამ რაღაც დაარწმუნოს, თუმცა ევროკავშირი ამ ხრიკებს არ წამოეგება.